დაბრუნდებით პირდაპირ ეთერში ტურისტული რუბრიკით და შემდეგ უკვე ავიაციის სიახლებით გავაგრძელებთ ჩვენს ეთერს. იქამდე რუბრიკის ავტორებისგან და თანაწამყვანებისგან მოვისმენთ მოგზაურობაზე რჩევებს და მნიშვნელოვან ტექნიკურ დოკუმენტაციაზე საჭირო ინფორმაციებს. როგორც ვიცით, დღევანდელი რჩევები ეხება ჰონგ-კონგში მოგზაურობას, რისთვისაც საქმე დილა სტუდიას უკვე შემოუერთდნენ ანა კირკიტაძე, ვენგლეთის დამფუძნებელი და მარიამ ზივზივაძე, იკონსულის გაყიდვებისა და მომხმარებელთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. დილამშვიდობისა მარიამ და გისმით. დილამშვიდობისა, მოგესალმებით სავიზო ცენტრი კონსულისა და ტურისტული კომპანია ვინგლეთის სახელით. დღეს ჩვენი რუბრიკით აზიაში გამოგზავრებთ. მოგიყვებით ჰონგ-კონგისა და ვიეტნამის როგორც სავიზო პროცესებზე, ასევე სამოგზაურო რჩევების შესახებ. ჰონგ-კონგს აქვს საკუთარი პასპორტი, რომელიც გაიცემა ჰონგ-კონგის მუდმივ მაცხოვრებელს ჩინეთის მოქალაქეებზე და უზრუნველყოფს უვიზო ან გამარტივებული ვიზის რეჟიმს 160 ქვეყანაში. მიუხედავად იმისა, რომ ჰონგ-კონგის მოქალაქეები ოფიციალურად ჩინეთის მოქალაქეები არიან, პასპორტი განსხვავდება ჩინეთის ჩვეულებრივი პასპორტისგან და დამოუკიდებლად გაიცემა ჰონგ-კონგის საიმიგრაციო დეპარტამენტის მიერ. უშუალოდ ჰონგ-კონგში მოგზაურობას რაც შეეხება, უვიზოდ შესვლა შეუძლია 157 ქვეყნის, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებსაც, 50 ქვეყნის მოქალაქეს სჭირდება ვიზა, მხოლოდ ერთი ქვეყნის, ჩინეთის შემთხვევაში კი ამოქმედებულია ვიზა on arrival, იგივე ვიზა ჩასვლისას. 2024 წლის 28 მაისიდან ჩინეთსა და საქართველოს შორის არსებული ორმხრივი შეთანხმების მიხედვით მხარეთა ტერიტორიაზე უვიზოდ შესვლისა და 30 დღის ვადით ყოფნის უფლება აქვთ, როგორც დიპლომატიური და სამსახურეობრივი, ასევე ორდინალური პასპორტების მფლობელებს, მხოლოდ ტურისტული მიზნით. ხოლო 2024 წლის 30 სექტემბრიდან ძალაშია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ჰონგ-კონგის სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონის მთავრობის გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეებისთვის ჰონგ-კონგში უვიზო მოსვლის შემოღების შესახებ. აღნიშნული გადაწყვეტილების შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ფლობენ ორდინალურ, დიპლომატიურ და სამსახურებრივ პასპორტებს, თავისუფლებიან ვიზის აღების ვალდებულებისგან და შეუძლიათ იმყოფებოდნენ უვიზოდ ჰონგ-კონგის სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონის ტერიტორიაზე არაუმეტეს 30 დღის განმავლობაში. მარიამ, უვიზო მიმოსვლა ძალიან კარგი ამბავია. თუმცა რა უნდა გავითვალისწინოთ საზღვრის კვეთისას, ალბათ იქნება გარკვეული ნიუანსები, რასაც მივაქციოთ ყურადღება. რა თქმა უნდა, ანა, საქართველოს მოქალაქეებმა სასაზღვრო გამშვე პუნქტთან უნდა წარადგინონ შემდეგი დოკუმენტები. საქართველოს პასპორტი, რომელიც მოქმედი უნდა იყოს ჰონგ-კონგის სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონის საზღვრის კვეთიდან მინიმუმ 6 თვის განმავლობაში. სასტუმროს ვაუჩერი, რომელიც მოიცავს ჰონგ-კონგის სპეციალური ადმინისტრაციულ რეგიონში ყოფნის დაგეგმილ ვადას. დადასტურებული უკან დასაბრუნებელი ბილეთი და საკმარისი ფინანსური სახსრების არსებობის დამადასტურებელი საბუთები. მარიამ, მოდი ვიეტნამშიც გადავინაცვლოთ. ვიეტნამის შემთხვევაში რა გზები არსებობს და როგორ უნდა მივიღოთ? დიახ, ვიეტნამის სავიზო პროცესებს რაც შეეხება, პირველ რიგში მინდა მცირედი სტატისტიკა გაგიზიაროთ. უშუალოდ ვიეტნამის პასპორტის მფლობელებს 129 ქვეყანაში შესასვლელად სჭირდებათ ვიზა. 24 ქვეყანასთან აქვთ უვიზო მიმოსვლა, 51 ქვეყანასთან ვიზა on arrival, იგივე ვიზა ჩასვლისას, ხოლო 4 ქვეყნის შემთხვევაში კი ამოქმედებულია ETA, იგივე მოგზაურობის ელექტრონული ავტორიზაცია. და უშუალოდ ვიზის მიღების გზები რა გვაქვს, ანუ როგორ ხდება ვიეტნამის ვიზის მიღება? ვიეტნამის სავიზო პროცესი მეტად მოქნილია, ვინაიდან შესაძლებელია ონლაინ აპლიკაციის შევსება და მოთხოვნილი დოკუმენტების წარდგენა. ვიეტნამის მთავრობა განაგრძობს ტურიზმის განვითარების ხელშეწყობას და თანამშრომლობს სხვადასხვა ქვეყანასთან ვიზის გაცემის პროცესის გამარტივების მიზნით. ონლაინ ივსება სავიზო აპლიკაცია, დადასტურების შემდგომ უნდა ატვირთოთ პასპორტის საინფორმაციო გვერდი, სადაც დატანილია თქვენი ბიომეტრიული მონაცემები, ფოტოსურათი, ბიომეტრიული თეთრი ფონით და გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ფოტოს გადაღების დროს არ გეცვათ თეთრი სამოსი. შემდგომ გადაიხდით მოსაკრებას და 5-დან 15 სამუშაო დღეში უკვე მიიღებთ ელექტრონულ ვიზას. მარიამ, აი visit to ვიზოთ ნებისმიერ შემთხვევაში, როცა საზღვარს კვეთ, მესაზღვრე გვირტყამს შესვლისას ბეჭედს და ასევე გამოსვლისას ბეჭედს. თუმცა არსებობს რაღაც ფურცელი, რომელსაც ასევე გვაძლევს და უნდა შევინარჩუნოთ და გქონდეს ქვეყანაში ყოფნის პერიოდში. ამის შესახებაც რა მკითხრაო სტუდია? რა თქმა უნდა, მადლობა საინტერესო კითხვისთვის. საზღვარზე გადასვლის დროს საიმიგრაციო ოფიცერი აფიქსირებს შენ საზღვრის კვეთას. შესვლისა და გამოსვლის დროს ეს შეიძლება იყოს პასპორტში ბეჭდის დასმა, ან შესვლა გამოსვლის ბარათის ამოვეჭდვა და მიღება, რომელიც აუცილებლად უნდა შევინახოთ და თან გქონდეს როგორც მოგზაურობის ისტორიის მტკიცებულება. მაგალითად, არგენტინა, ავსტრალია, კუბა, ჰონგ-კონგის სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონი, ისრაელი, მაკაოს სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონი, იამაიკა
და სინგაპური არ ურტყამს პასპორტში ქვეყანაში შესვლის ან გასვლის დროს ბეჭედს. ზოგიერთი ამ ქვეყნიდან ან რეგიონიდან პასპორტში ბეჭედის ნაცვლად გასცემს სპეციალურ შესვლის ბარათს. ანუ შესვლისა და გასვლის ბეჭედი. შეიცავს ისეთ ინფორმაციას, როგორიცაა ქვეყნის დასახელება ან კოდი, ასევე შესვლის თარიღს, საზღვრის ან აეროპორტის კოდით, სასაზღვრო სტატუსს, იქნება ეს ვიზიტორი, სტუდენტი თუ სხვა. ვიზის ან ქვეყანაში შესვლის უფლების ვადა, მიგრაციის ოფიცრის ინიციალები ან ბეჭედის კოდი. გასვლის ბეჭედს კი შედგება გასვლის თარიღის, საზღვრის ან პასპორტის კოდისა და ბეჭედის ფერისგან. რაც შეეხება შესვლა-გამოსვლის ბარათს, ბოლო წლებში ბევრი ქვეყანა ბეჭედის ნაცვლად გასცემს ელექტრონულ ან ქაღალდის შესვლის ბარათს, რომელიც დატანილია მგზავრის სახელი და გვარი, პასპორტის ნომერი, შესვლის თარიღი, ქვეყანაში დასაშვები დღეების რაოდენობა, ვიზის ტიპი და ქვეყნის საიმიგრაციო სამსახურის ბეჭედი ან QR კოდი. ხშირ შემთხვევაში სასტუმროს მისამართთან ერთად, მაგალითად, ისრაელში მოგზაურობისას აეროპორტში ბეჭედის ჩარტყმის ნაცვლად მესაზღვრე ოფიცერი მგზავრს აძლევს პატარა ქაღალდის ბარათს, რომელიც გასვლისას იბარებენ. ჰონკონგში კი გაცემულია შესვლა-გამოსვლის ბარათი ელექტრონულად ინახება, მაგრამ სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია მისი არ მობეჭდას. სინგაპურის მოგზაურობისას მგზავრები ქვეყანაში შესვლის ნებართვას ელექტრონულად იღებენ. ავსტრალიაში მოგზაურობისას კი ვიზა ელექტრონულია და პასპორტში ბეჭედის ჩარტყმა არ ხდება. მნიშვნელოვანია, რომ მოგზაურობისას შეინახოთ შესვლის ბარათი და შეინახოთ ქვეყნის დატოვებამდე, რადგან მას ქვეყნის დატოვებისას საზღვარზე მოითხოვენ. დაკარგვის შემთხვევაში ახალი დოკუმენტის ასაღებად შესაძლებელია დაგჭირდეთ საიმიგრაციო ოფისში ვიზიტი. ჩემი რჩევაა, რომ შესვლის ბარათის მიღებისას გადაიღოთ მას ფოტო, რათა საზღვარზე შეძლოთ ელექტრონული ვერსიის წარდგენა. ანა, ეს იყო სავიზო პროცესები ამ ორ ქვეყანაში. ეხლა კი გადავიდეთ თვითონ სამოგზაურო რეგულაციებზე და როგორ და თუ ხშირად მოგზაურობენ საქართველოს მოქალაქეები ჰონკონგში. მადლობა მარიამ. ჰონკონგზე პრინციპში ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ ქართველებისთვის ძალიან პოპულარული ტურისტული მიმართულებაა. თუმცა ის ხშირად წარმოადგენს რომელიმე აზიური ტურის ნაწილს. მაგალითად, თუ დამსვენებელი მიემგზავრება რომელიმე აზიის ქვეყნის მიმართულებით, შეიძლება ინტერესის გამო ჰონკონგი ჩასვას ტურის დასაწყისში ან ტურის დასასრულს რამოდენიმე ღამით. ასევე შეიძლება ვინმეს აინტერესებდეს აზიური დიდი ქალაქების ტური. ასეთ შემთხვევაშიც ჰონკონგი ხდება ხოლმე სასურველ მოსანახულებელ ქალაქების სიაში. ანა, როდის არის, ასე ვთქვათ, სასურველი მოგზაურობა ჰონკონგში, პერიოდი, რომელიც არის გამორჩეული? პრინციპში იმისთვის, რომ არ შეგვაწუხოს მაღალმატენიანობამ ქალაქის დათვალიერებისას, საუკეთესო პერიოდი არის ოქტომბერი და ნოემბერი. ამ დროს აირის ტემპერატურა დაახლოებით 20-25 გრადუსია და საკმაოდ სასიამოვნოა ქალაქის დათვალიერება. აზიის ამ ნაწილში ავიაბილეთის ღირებულება დაახლოებით 1000 ევროს ფარგლებშია. არ აქვს მნიშვნელობა ჰონკონგი იქნება ჩასაფრენი და გამოსაფრენი ქალაქი თუ რომელიმე სხვა აზიის ქალაქში ჩაფრინდებით და ჰონკონგიდან გამოფრინდებით. ნორმალური 4 ვარსკვლავიანი სასტუმროს დაახლოებითი ღირებულება 150 ევროს ფარგლებშია. 2 ადგილიანი განთავსებით და დილის საუზმით. ჰონკონგში ყოფნის 3-4 ღამის განმავლობაში კი გირჩევთ აუცილებლად ნახოთ იქ ჩონგის შენობა, რომელსაც იგივე მონსტრის შენობასაც უწოდებენ. ეწვიეთ ჰონკონგის Disneyland-ს და ექსტრემის მოყვარულები აუცილებლად ეწვიეთ Ocean Parks. ქალაქის ხედი ნონ-პინგ 360-ით ნახეთ, რადგან ის 25 წუთიანი გზაა და 6 კილომეტრამდე მანძილს ფარავს. ჰაიკინგზე წადით Dragon's Back ჰაიკზე, სანაპიროზე ფერადი ნავებით გასასეირნებლად კი ეწვიეთ საიკუნგს და ტაიოს მეთევზეთა სოფელშიც აუცილებლად შეიარეთ. ანა, ახლა ვიეტნამზე გადავიდეთ. ვიეტნამში თუ დადიან საქართველოს მოქალაქეები, ხშირად თუ მოგზაურობენ? კი, ვიეტნამი უფრო განსხვავებული შემთხვევაა და აქ ქართველები ნამდვილად დადიან დასასვენებლად. ვიეტნამის მიმართულებით შეიძლება როგორც კულტურული ტურის დაგეგმვა, რომელიც 10-11 ღამიანია ხოლმე, ასევე სანაპიროზე დასვენების დაგეგმვა. ყველაზე ხშირად კულტურას და სანაპირო დასვენებას აერთიანებენ. თუმცა ამ შემთხვევაში სრული ვიეტნამის ნაცვლად მხოლოდ მისი სამხრეთი ნაწილის, ჰოჩიმინის, იგივე საიგონის ნაწილის კულტურულ ტურს ვაკეთებთ, რასაც ემატება
სანაპირო დასვენება. ვიეტნამს რომ რუკაზე შევხედოთ, ისეთი მდებარეობა აქვს, რომ მიხვდებით, რომ სეზონებიც განსხვავებულია. ჩრდილოეთ ვიეტნამში გვაქვს ჰანოი და ჰალონგ ბეი. საუკეთესო პერიოდი ოქტომბრიდან აპრილამდეა. ამ დროს მშრალი სეზონია. მოერიდეთ წვიმიან და ტენიან სექტემბერს. ცენტრალურ ვიეტნამში, სადაც დანანგი, ჰოიანი, ჰიუ და ნატრანგი გვაქვს, საუკეთესო სეზონი თებერვლიდან აგვისტომდეა. აქაც უნდა მოერიდოთ სექტემბრისთვის. სამხრეთ ვიეტნამში კი, სადაც ჰოჩიმინი, იგივე საიგონი, მეკონგ დელტა და ფუქოკი გვაქვს, საუკეთესო მშრალი და მზიანი და თბილი ამინდი დეკემბრიდან აპრილამდე გვაქვს. მაისიდან ნოემბრამდე სამხრეთ ვიეტნამი არის ძალიან წვიმიანი. და ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო კითხვა, თუ რა ბიუჯეტი უნდა გავითვალისწინოთ ვიეტნამში მოგზაურობის დროს? მოდი დავიწყოთ ფრენებით. აქ უკვე გააჩნია რა ტიპის დასვენებას ვგეგმავთ. ავიაბილეთი შეიძლება იყოს ჰანოის საიგონის კომბინაცია, ან ჰანოიდან დაწყება და ჰანოიშივე დასრულება. ასევე შეიძლება საიგონში ჩაფრინდეთ, იქ დაათვალიეროთ სხვადასხვა ადგილები და ბოლოს სანაპიროზე დაისვენოთ. უშუალოდ ავიაბილეთის ღირებულება 1000 ევროს ფარგლებშია. ასევე გაითვალისწინეთ, რომ თუ ვიეტნამის კულტურული ტური გაქვთ გადაწყვეტილი, შუალედში კიდევ 2 შიდა ფრენა მაინც დაგჭირდებათ. ვიეტნამში ცენტრალურ ქალაქებში სასტუმროს ღირებულება საკმაოდ დაბალია. 100 ევროს ბიუჯეტში საკმაოდ კარგ სასტუმროს დაჯავშნეთ, თუმცა სხვაგვარადაა საქმე სანაპირო ზოლზე. აქ ღამისთევის ღირებულება კარგ 5 ვარსკვლავიან სასტუმროში 300 ევროს ბიუჯეტში მაინც არის. ამასთანავე ვიეტნამში გვაქვს ერთ-ერთი საუკეთესო სასტუმრო Six Senses, სადაც ღამისთევა 700 ევროდან იწყება და სეზონის მიხედვით 1500 ევრომდეც კი ადის. მე ყველაზე მეტად გირჩევთ შეუერთდეთ ჯგუფს. რიგ ქვეყნებში და ვიეტნამი მათ შორისაა, ორგანიზდება ჯგუფური გასვლები. ასეთი ტიპის ტურში თქვენ გაქვთ ყოველდღიურად სატრანსპორტო და გიდის მომსახურება და ეს ყველაფერი იმის გამო, რომ ტური ჯგუფურია, საკმაოდ ადეკვატური ფასია ხოლმე. მაგალითად, ჯგუფურ ტურში, რომელიც 10 ღამიანი მაინც იქნება ერთ ადამიანზე, ღირებულება 2 ადგილიან ნომერში $1000-მდეა და აქ გარდა სასტუმროში ღამისთევის თქვენ იღებთ სატრანსპორტო და გიდის მომსახურებას. ზოგავთ დროს და ენერგიას იმის კვლევაში, თუ რა უნდა ნახოთ და როგორ დააორგანიზოთ ეს ყველაფერი. ვიეტნამის სანაპირო ზოლზე დასვენებას რაც შეეხება, ვფიქრობ, უფრო კარგი ვერსიები სხვა ქვეყნებში გვაქვს, სადაც ანალოგიურ ბიუჯეტში უფრო მეტად გირჩევდით დასვენებას. ვიეტნამში კი აუცილებლად გირჩევთ კულტურულ ტურს. აქ ყოფნა ჩვენი რეალობისგან ძალიან განსხვავებულია და ნამდვილად დიდ გამოცდილებას შემატებს თქვენ სამოგზაურო კულტურას. ანა, როგორია ვიეტნამის ორკვირიანი ტური და რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ამ ორ კვირაში უნდა გავითვალისწინოთ? ახლა მოდი განვიხილოთ ჯგუფური ტური, რომლის ფარგლებშიც საწყისი ქალაქი იყოს ჰანოი. ჩაფრენის დღეს თავისუფალს დაგიტოვებდით, რადგან საკმაოდ გრძელი ფრენის შემდეგ მოხვდებით ვიეტნამში. მეორე დღეს შეხვდებით ადგილობრივ გიდს, რომელიც ჩაგიტარებთ ჰანოის ქალაქის ტურს. ტურის გარდა თქვენ შეგიძლიათ ვიეტნამური მასაჟი ჩაიტაროთ, ან ესტუმროთ ადგილობრივ ვიეტნამურ ოჯახს სადილზე. მესამე დღეს დილიდან გაემგზავრებით ჰალონგ ბეის მიმართულებით. გზავრობა დაახლოებით 4 საათს გაგრძელდება და გზად შეგხვდებათ უამრავი ბრინჯის პლანტაცია და ვიეტნამური სოფლები, რომლებიც საკმაოდ საინტერესო სანახავია უცხოელი ტურისტისთვის. ჰალონგ ბეიში ჩასვლისას უნდა ახვიდეთ დიდ ბორანზე და დაათვალიეროთ სხვადასხვა პატარა კუნძულები ამ ბორანით, როგორებიცაა Dog Island, Fighting Cock Island და ასე შემდეგ. ესტუმროთ სუნგსოტის გამოქვაბულს, გაცუროთ ტიტოვ ბიჩზე და დაატკბეთ მზის ჩასვლით. ღამეს ბორანზე გაათევთ. მეოთხე დღეს ულამაზესი კუნძულების დათვალიერება გრძელდება, საღამოს კი ბორანიდან დაჩქავდებით და ჰანოიში დაბრუნდებით. აქ უკვე პირველი 40 წუთიანი ფრენა მოგიწევთ დანანგის მიმართულებით. ღამეს ჰოიანში გაათევთ, დილიდან შესაძლებელია ჰოიანის ტურის დაგეგმვა ან ვიეტნამური სამზარეულოს მასტერკლასი, ადგილობრივი ფერმის ვიზიტი, ჯიპ ტური და ასე შემდეგ. მეექვსე დღეს შესაძლებელია თავისუფალი დაგიტოვოთ და უბრალოდ თქვენ თვითონ დაათვალიეროთ ქალაქი. მეშვიდე დღეს კიდევ ერთი ფრენა გექნებათ საიგონის მიმართულებით. ჩაფრენის შემდეგ შესაძლებელია საიგონის ქალაქის ტურის ორგანიზება. საღამოს შეგიძლიათ დაგეგმოთ ვახშამის საიგონის მდინარეზე, ღამის ცხოვრების ტური ვესპათი, კუჩის გვირაბების ტური, ეს ომისდროინდელი გვირაბებია, რაც ტურისტებში ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს. საიგონიდან ყოველთვის ურჩევთ
გირჩევთ მეკონგის მონახულებას ღამისთევით. აქ შეგიძლიათ ვიეტნამური სამზარეულოს მასტერკლასის დემონსტრირებას უყუროთ და სანაპირო ბარებში გაატაროთ დრო შუა ღამემდე. დილიდან მოტივტივე მარკეტს უნდა ეწვიოთ პატარა ნავებით და ადგილობრივი ხელნაკეთის სუვენირები და ხილი შეიძინოთ. საღამოს კი ისევ საიგონში დაბრუნდეთ. მეათე დღიდან 4-5 ღამით გირჩევთ სანაპირო ზოლს ესტუმროთ. საიგონიდან სანაპიროები დაახლოებით 4 საათის გზაზეა. სანაპირო დასვენების შემდეგ ისევ საიგონში დაბრუნდეთ და აქედან გამოფრინდეთ უკვე საქართველოს მიმართულებით. ესეთი იქნება ორკვირიანი ტური. ჩვენს მაყურებელს ალბათ სანაპიროებიც დაინტერესებს, რა არის ვიეტნამის სანაპიროების შორის ყველაზე საუკეთესო, ასე ვთქვათ, არჩევანი. კი, მე მაინც მოგიყვებით სანაპიროებზე, კი თქვენ რა სხვაგან უფრო გირჩევდით თქო, მაგრამ მაინც განვიხილოთ სანაპირო ზოლის. ვიეტნამის მთელ სიგრძეზე სანაპიროები გვაქვს, თუმცა ყველა კარგი დასასვენებელი კურორტი არ არის. ყველაზე მეტად სანაპირო დასვენებისთვის გირჩევთ შემდეგ სანაპიროებს. სამხრეთ ვიეტნამში არის კუნძული ფუქოკი, სადაც უსუფთავესი წყალი და სანაპირო დაგხვდებათ. წყნარი სანაპიროებით და ყვითელი ქვიშით. აქ ბევრი მაღალი კლასის სასტუმროა, მოსახვედრად კი შიდა ფრენა გჭირდებათ. მას ნოემბრიდან აპრილამდე უნდა ეწვიოთ. დანანგთან, რაც ჩვენ ტურშიც შეგხვდა, არის სანაპირო მაიხე-ბიჩი. აქაც ლამაზი ქვიშის სანაპიროები დაგხვდებათ. სანაპიროზე შეძლებთ სერფინგით და სხვა წყლის სპორტითაც დაკავდეთ. ის კომფორტულია იმ მხრივ, რომ კულტურული ტურის ფარგლებში დანანგში მოხვედრისას შეგიძლიათ გადაუხვიოთ და 3-4 ღამე გაჩერდეთ. საუკეთესო პერიოდი თებერვლიდან აგვისტომდეა. კიდევ ერთი სანაპირო დანანგთან და ჰოიანთან გვაქვს და ეს არის ან ბანგ ბიჩი, ნაკლებად ტურისტული ადგილი, სადაც ბევრი სანაპირო კაფე-ბარია და დასვენებასთან ერთად გართობასაც შეძლებთ. დანანგიდან ბორანით 2 საათის მანძილზე კი გვაქვს ლისონ აილენდი, რომელიც განსხვავებულ გამოცდილებას გთავაზობთ. აქ არის ვულკანური წარმონაქმნები, ძალიან კარგი ზღვის პროდუქტების რესტორნები, შესაძლებელია სანაპირო დასვენებასთან ერთად კუნძულიც მოიაროთ და დაათვალიეროთ. თავგადასავლების მოყვარულებისთვის ნამდვილად შეუცვლელია. სამხრეთ ვიეტნამში ფანტიეტი და ნატრანგ ბიჩი გვაქვს, აქ უკვე საკმაოდ კარგი ღამის ცხოვრება დაგხვდებათ და შეძლებთ ასევე ახლო მდებარე კუნძულებს ესტუმროთ დასვენების პერიოდში. საუკეთესო პერიოდი იანვრიდან სექტემბრამდეა, თუმცა ჩემი რჩევა მაინც იქნება, რომ აგვისტოს მოერიდოთ. და კიდევ ერთი კუნძული, რომელიც მინდა რომ აღვნიშნო, არის კონდაოს კუნძული, რომელსაც ნოემბრიდან აპრილამდე შეგიძლიათ ესტუმროთ. აქ მოსახვედრად შიდა ფრენა დაგჭირდებათ, თუმცა ვიეტნამში ეს უკვე აღარ გვიკვირს. და ბოლოს რჩევები, რომლებიც გამოადგებათ მოგზაურებს. რჩევები. პრინციპში ვიეტნამში მისი მდებარეობის გამო სხვადასხვა სეზონური ზონები დაგხვდებათ, განსაკუთრებით თუ თქვენ გეგმაში ჰანოის და საიგონის მონახულება გაქვთ ერთდროულად. ამიტომ შესაბამისი ტანსაცმელი იქონიეთ თან. ჰანოი უფრო ჩრდილოეთითაა, საიგონი უფრო სამხრეთით. თუ ჰანოიში 20 გრადუსია, საიგონში შეიძლება 30 გრადუსიც კი იყოს. ვიეტნამში ორი ტიპის მანსუნი გვაქვს, მაისიდან სექტემბრამდე და ოქტომბრიდან აპრილამდე, ამიტომ რაღაც დოზით ყოველთვის წვიმს. საწვიმარი სავალდებულოა ვიეტნამში მოგზაურობისას. აგვისტო და სექტემბერი ტაიფუნებითაა ცნობილი. ამიტომ მოერიდეთ ამ თვეებში ვიეტნამში მოგზაურობას. თუ ნაკლებ დასახლებულ ადგილებში მიემგზავრებით და იქ წყალია, ტბა ან მდინარე, მალარიის აცრა არ იქნებოდა ურიგო. წინასწარ დაჯავშნა ყოველთვის რეკომენდირებულია, განსაკუთრებით მაშინ თუ ვიეტნამურ იგივე ჩინურ ახალწელს არის თქვენი მოგზაურობა დაგეგმილი. წინასწარ ყველაფრის დაჯავშნა არ დაგეზაროთ, რადგან ამ პერიოდში ვიეტნამს განსაკუთრებით ბევრი ტურისტი სტუმრობს. დღესასწაული იანვრის ბოლოდან თებერვლის შუა რიცხვებამდე პერიოდში შეიძლება რომ იყოს. ის ცვალებადია. გამოცადეთ მატარებლები და ავტობუსები, რომელიც ძილის კაბინებს გთავაზობთ. ვიეტნამში ამ ტიპის მოგზაურობა საკმაოდ პოპულარულია, რაც განპირობებულია იმით, რომ მანძილები ქალაქებს შორის საკმაოდ დიდია. ფრენაც ალტერნატივაა დიდი მანძილების დასაფარად. გარკვეული წესი უნდა გაითვალისწინოთ საკვებს ჩხირებზე. მაგალითად, არ შეიძლება ჯამში ისე მოათავსოთ, რომ ზევით იყოს მიმართული. ეს უიღბლობის ნიშანია. არის კიდევ სხვა წესებით, რომელსაც გირჩევთ გაეცნოთ, შემთხვევით ვინმეს რომ არ აწყენინოთ. რა თქმა უნდა, პატივი უნდა სცეთ რელიგიურ ადგილებს, ჩაიცვათ შესაბამისად დაფარული გქონდეთ მხრები და მკლავები. ყურადღებით იყავით სხვადასხვა ნივთების გადამყიდველებთან შეძენისას, არ გაყვეთ თუ სადმე წაყვანა შემოგთავაზეს. მისალმების დროს შემხვეთ
თავი დაუხარეთ. ტაძრებში ფეხსაცმლით არ შეხვიდეთ და აგემოვნეთ ადგილობრივი საკვები. ხელის ჩამორთმევის დროს ყურადღება მიაქციეთ, რომ ჯიბეში არ გქონდეთ მეორე ხელი. ხალხში ხმამაღლა საუბარი და ჩხუბი გარშემოყოფების ძალიან დიდ შეურაცხყოფად ითვლება. არ დალიოთ ონკანის წყალი. ნუ გექნებათ სწრაფი სერვისის მოლოდინი. აზიური კულტურიდან გამომდინარე, ჰონკონგის შემთხვევაშიც იგივე რჩევები შეგიძლიათ რომ გაითვალისწინოთ. დღეისათვის სულ ეს იყო, ჩვენი შემდეგი რუბრიკა კი ეძღვნება კენიასა და ზანზიბარს, საფარის და ულამაზეს სანაპიროებს. ამიტომ აუცილებლად გვიყურეთ. ანია, მადლობა და მარიამ, ძალიან საინტერესო ასა დისტანციური მოგზაურობისათვის, მადლობა კიდევ ერთხელ საინტერესო რჩევებისთვის. ანა კირკიტაძე, ვინგლეთის დამფუძნებელი და მარიამ ზივზივაძე, იკონსულის გაყიდვებისა და მომხმარებელთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი იყვნენ ჩვენთან ერთად საქმიანი დილას სტუდიაში.